ერთ ეპოქაში გულისხმობ მე-18-მე-20 საუკუნის თუნდაც გარდამავალ პერიოდს, იშვიათად თუ გაგახსენდება თუნდაც ჩვენ ქართველებს. და აი ამ ადამიანების დამსახურებით არის ის, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ქართული ენა, გვაქვს ლიტერატურა და დღემდე მივუყვებით ამ საქმეს, თუ რა თხის საერთოდ მათი ტექსტები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. იქნება ეს გამსახურდია, იქნება ეს ხარჭხაძე თუ სხვა მნიშვნელოვანი ესეთი პროზაიკოსი, ანუ თუნდაც პოეტი, გალაქტიო ტაბიძე, ტერენტი გრანელი, იმდენად კარგად არის მსოფლიო და მსოფლიო ლიტერატურა მოვფიქრობ უფრო მეტი არის საჭირო იმისთვის, რომ სხვა ადამიანებას და ევროპა იქნება ეს თუ ამერიკა გაიცნონ ეს უმნიშვნელოვანესი ტექსტები, იმიტომ რომ ჩემი სუბიექტური აზრით და ყოველგვარი გადაჭარბებით მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ქარჩხაძის იგი არაფრით არ ჩამოვარდება ძალიან ბევრ თუნდაც პატარა ნაშრომს, როგორც არის პატარა პრინციპი. იმედი არ ვაჭარბებ, რომ ხელოვნების რაღაცნაირი ხვედრი არის, რომ ვინც კი აი ამ სფეროში არის მუდმივად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში და ხელოვნებაშიც მიკერძოებულად რო არ გამომივიდეს, ძალიან რთულ ეტაპებს გადიან. არ ვიცი ეს რატო ხდება, მაგრამ ბევრი ჩვენ ავტორი ვიცით, ხალხი ვიცით, რომ აი ძალიან დიდ პრობლემებს შეეჭირა. მათ შორის იყვნენ ეს თერგალეულები, სასაკვირველია, გაიხსნა პირველი სკოლა, რომელიც ზუსტად ერთ თვეში დაიხურა. მაშინ უკვე არსებობდა დედაენა, როგორც ასეთი და შემდეგ აი ჩვენი თავადების, მათ შორის ძმების უბალაშვილების დამსახურებით ეს ადამიანები ძალიან დიდ ქონებას უტოვებდნენ აი ამ მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ გაიხსნილი იყო ძალიან ბევრი სკოლა, დაბეჭდილი იყო ძალიან ბევრი წიგნი და რამდენიმე წლის შემდეგ უკვე მოხდა ისე, რომ მათ ეროვნულ საქმეს ჰქონდა უდიდესი შედეგი. თითქმის საქართველოს უკლები ყველა მას ქალაქში არსებობდა ქართული სკოლა. თუ თავიდან ამ სკოლებში იყვნენ 10, 15 და 20 ბავშვი, დაახლოებით 5 წლის შემდეგ უკვე იყო 300, 400, 600 ბავშვი. და იმდენად სწრაფად წავიდა და იმდენი ქართველი გაერთიანდა ამ საკითხში, როცა კი ვკითხულობ ან თუნდაც მათ ისტორიებს ვისმენ, მე არ ვიცი რანაირად მოხდა. ხლა რაც შეეხება უშუალოდ მაგიურ რეალიზმს. მაგიური რეალიზმი თავისი ცნებით და მე ვიტყვი გადავწყვიტე, რომ ამ ჟანრში დამეწერა მაგიური რეალიზმი თავისი ცნებით, რასაკვირველია პირველად გაჩნდა წერაში, მხატვრობაში, თავისი იდეით, რასაც ნიშნავს მაგიური რეალიზმი, სადაც ილდება მაგიური რეალიზმის, რომ დამაჯერებლად არის ეს რაღაცა ორი კომბინაცია ერთმანეთში გაერთიანებული. შემდეგ უკვე როგორც ასეთი მაგიური რეალიზმი ჩვენ უკვე მსოფლიო ტექსტებში, ლათინოამერიკულ ტექსტებში ჩვენ უკვე გვხვდება წინა საუკუნის 20-იანი წლების რაღაც 20-30-იან წლებში ასეთი მაგალითები თქვენ ვიცით, რომ ყავს მაგალითად გაბრიელ გარსია მარკესი, ყავს ლიოსა და ბორხესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩემი აზრით იყო ბორხესი. სხვათა შორის ბორხესი თვლიდა, რომ 400 გვერდი საერთოდ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 400 გვერდი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამხელა ამბავი მოყვე. სრულიად შესაძლებელია, რომ ამბავი ჩაატიო 10 გვერდში. ბორხესი მოგეხსენებათ, ცნობილი იყო თავისი მოთხრობებით. რაშიც ბორხეს ვერ დავინახები, იმიტომ რომ არსებობს კითხულების გარკვეული კატეგორია, ვისაც ურჩევნია, რომ რამდენიმე საათი, რამდენიმე დღე გაატაროს ერთ კონკრეტულ ამბავში. ეს მნიშვნელოვანია. მეც მიმაჩნია, რომ დიდი სამყარო გაცილებით უფრო ლამაზი და გაცილებით უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ თითქოს მერე რაღაცნაირი მიჩვევა გიჩნდება ამ პერსონაჟებთან, გიყვარდება მათი ცხოვრების და ძალიან საინტერესოა. ბორხესი ასე არ თვლიდა. რაც შეეხება მარკესმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგიური რეალიზმის როგორც ასეთი არსის ჩამოყალიბებაში ლიტერატურაში. სხვათა შორის მარკესი ნობელის ლაურეატი არის, თუმცა მასაც რაც წერან თავში აღნიშნე, მასაც ძალიან ისეთი რთული ხვედრი ჰქონდა ამ კოლუმბიელ ავტორს. გულისხმობ იმას, რომ რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ მარკესმა ვერ მიაღწია იმას, რომ მსოფლიოში გამხდარიყო თუნდაც მის ქვეყანაში ძალიან პოპულარული და მიღებული ავტორი.
ყველაზე პრიმიტიულ დონეზე ვთქვათ, იმისთვის რომ უბრალოდ იარსება, რომ მისი წიგნები გაყიდული იყო, რომ უბრალოდ სარჩოსაბადებელი ჰქონოდა ამ ადამიანს. გარკვეული ადამიანების რაოდენობა მას ცნობდა. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც მასთან მივიდა, ეს ხდება სანამ ის დაწერა მარტოობის 100 წელიწადს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ასეთი რამ თქვა, როცა დაბრუნდა რედაქციაში, რომ მონახე ადამიანი, რომელიც სუიციდის ზღვარზეც კი იდგა. და რა ხდება ამის შემდეგ, მარკესი თავის მეუღლეს, მერსედეს შესთავაზა ესეთი რამ. ანუ მეუღლე უკვე უნებოდა რომ საკმარისია, ჩვენ ძალიან გვიჭირს, არის ძალიან ბევრი ვალები, ჩვენ გვაქვს ყველაფრის ვალი, მაღაზიების ვალი, საერთოდ ყველაფრის ვალი და რამე უნდა შეცვალო, რამე სხვა პროფესია უნდა აირჩიო. ახლა დანაშაული იქნებოდა რომ აირჩია. და მარკეს მოვიდა იდეა დაეწერა მარტოობის 100 წელიწადი და მეუღლე გადაიბირა, მეუღლეს რა თქმა უნდა დათანხმდა ამ თემაზე და წელიწადი და 8 თვე მარკესი მუშაობდა მარტოობის 100 წელიწადზე, მაშინ როცა ოჯახს უკვე უკიდურესად უჭირდა. და დაწერა მარკესმა მარტოობის 100 წელიწადი დაწერა, მაგრამ გამოცემაში გასაგზავნილი ფული არ ჰქონდა. მარკეს ჰქონდა მხოლოდ 20 პესო. და რო გაეგზავნა ამისთვის ჭირდებოდა 60 პესო. რა უნდა გაეკეთებინა, ესე მივიდა მეუღლესთან და უთხრა რომ რაღაცები უნდა გაუხიდოთ და მეუღლეს რაც ჰქონდა ის იქნებოდა უბრალოდ ფენი, საწყური და მსგავსი რაღაცები მეუღლემ გაყიდა იმისთვის რომ მარკეს რამენაირად გაეგზავნა გამომცემლებაში და გამომცემლობა უკვე გამოცემდა ამ წიგნს. და ამ ისტორიის ყველაზე მაგარი კულმინაცია ეს არის, როდესაც გამოვიდა ეს გენიალური წიგნი და მარკესმა აიღო ნობელის პრემია, იქ დღესაც მეგონი ინტერნეტში ის ვიდეო, სადაც მერსედეს ბარკა და მათი შვილები აშიკრავენ, რომ მაინც ჯეროდათ მამამისის ამ დიდი ნიჭი და ქაღალდის ადამიანები თვითონ მაგიური რეალიზმთან დაკავშირებით უბრალოდ ძალიან მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ჩვენ არ გვაქვს ტექსტები, როგორც ასეთი, აი რისით მომიდოდა კიდე ნახეთ, რომ მსოფლიო ლიტერატურაზე კი ვილაპარაკეთ, მაგრამ როგორც ასეთი კლასიკური გაგებით მაგიური რეალიზმი, ან კლასიკური გაგებით გულისხმობ, ესეთი ტექსტები ჩვენ თითქმის არ გვაქვს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გულისხმობთ დოჩანაშვილის სამოსებრივეს, თუ ჩვენ გულისხმობთ ქარჩხაძის რახტუხუმი არის ყველაზე ახლოს მაგიური რეალიზმთან და ოთარჭილაძე. ქარჩხაძე ყველაზე ნაკლებად მივიტყოდი, ეს არის ფრაგმენტული მაგიური რეალიზმი, კლასიკური გაგებით ეს არ არის მაგიური რეალიზმი, რომ მაგიური რეალიზმი თავისი არსით ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს, გარდა იმისა, რომ ადამიანებს კი არა, უშუალოდ პერსონაჟებსაც უნდა ჯეროდეთ ის, რომ ესეთი რეალობა არსებობს და ეს სრულიად შესაძლებელია, რომ მოხდეს. ხო და ეგ იყო ყველაზე დიდი სირთულე და ერთადერთი კიდე რაც ახასიათებს როგორც ასეთი მაგიური რეალიზმს, რაც სრულიად გაუგებარია და ძალიან ბევრი ინფორმაცია ვიღბია რატო ხდება ეს მაგიური რეალიზმს ახასიათებს ძალიან დიდი ბრუტალურობა. და ტექსტში შეიძლება შევხვდეთ რაღაც დონის სისასტიკე თუნდაც მე ერთადერთი შთაბეჭდილება ის დამრჩა, რომ მაგალითად ლათინურ ამერიკულ ლიტერატურაში, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მათ არ მხოლოდ მაგიური რეალიზმის ჟანრს, არამედ საერთოდ სხვას, რატომღაც საერთოდ მათ დაუღოუნებთ ყველანაირი ცნება ქალიშვილების. ანუ როდესაც მათ ტექსტებს ვკითხულობთ, მანდილოსთან როცა წაიკითხავენ და კითხულობენ ამ ტექსტებს, ნამდვილად გამოჩნდებათ ის განცდა, რომ გარკვეული არის, ყოველთვის მოწინავე არის მამაკაცი და ქალი პერსონაჟები ძალიან ჩაგრებიან. და ძალიან ჩაგრული მამაკაცი პერსონაჟები. რატომაც ეგეთი გაგება იყო იმ წლებში და ქალის უფლებები აი საერთოდ დავიწყებულია ვთქვათ ამერიკულ ლიტერატურაში იმ წლებში ქალთა უფლებები. და ან ბევრი რაღაცა განაპირობებს. ხოლო რაც შეეხება ქაღალდის ადამიანებს თვითონ ეს ჟანრი რაღაცებისთვის რო არ დაგიმალოთ და ახლა შევიკრიბეთ, მაგასაც მოვყვები, რომ დასაწერად დამჭირდა, რასაკვირველია დამჭირდა ძალიან ბევრი ლიტერატურის წაკითხვა იმისთვის, რომ გამეგო რა იყო ესეთი მაგიური რეალიზმი ბოლომდე. რასაც მე ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რომ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ შენ შეუდგე როგორც ავტორი წიგნს და შეეცადო რომ გაცილებით უკეთესი ტექსტი შექმნა, მე ვფიქრობ, სრულიად არ იყო ეს საკმარისი. შემდეგ გარდა ამისა დამჭირდა კონკრეტულ ლექციებზე დასწრებაც კი, რომლებიც საუბრობდნენ მაგიურ რეალიზმზე და ვისმენდი ამ ტექსტებს როგორ იქნებოდა მაგიური რეალიზმი მაგალითად.
და სპოილერი ვარ გამოდეთ ეგრეთ ბევრჯერ ვახსენებთ ამ სიტყვას შუა საუკუნეების თემატიკა ვითარდება ძალიან დიდი დოზით ამ წიგნში და გამსახურდია ერთ-ერთი ყველაზე ახლო სიტყვა ყველაფერთან და გარდა გამსახურდიასი ვფიქრობდი რომ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის რომ შენ ადამიანები როდესაც საუბრობ შუა საუკუნეებზე ხო იქ რაღაცა საუბრობ ხელმწიფებზე, მეომრებზე, იქაურ პოლიტიკაზე, დიქტატურაზე თუნდაც ვერ ასაუბრებ ამ ადამიანებს ისე როგორც მაგალითად დღესდღეობით საუბრობენ სიტყვაზე. მაშინ საერთოდ სხვა თუნდაც მანერა იყო საუბრის, სხვა სიტყვები იყო, რაღაც სიტყვები ჩვენ მაგათ მივიწყებული გვაქვს. ქართულში თუნდაც აღარ ვიყენებთ, ნაკლებად ვიყენებთ. ამისთვის გარდა ლიტერატურისა დამჭირდა ძალიან ბევრი ფილმის ნახვა. ანუ სერიოზული, ესე რომ ვთქვათ, სამზადისი იყო იმისთვის, რომ დაწერილი იყო ეს ტექსტი და ბავშვობიდან რაც კიდე მახსოვდა, უცნაური იყო შემოიყვარდა სამარი ფილმის ყურება, მოკლედ მომიწია ხელახლა ამ ფილმების ყურება და მიახლოებითი წარმოდგენები, რომ როგორ იქცეოდნენ, როგორი მოძრაობა ჰქონდათ იმას, როგორ პატივცემდნენ, ანუ თითოეული დეტალი, სასახლე როგორ გამოიყურებოდა სხვადასხვა ფილმში, მაგასაც კი უნდა დააკვირდე და რა თქმა უნდა პოლიტიკა განსხვავდება. საფრანგეთის ამბები იქნება ეს სიტყვაზე, ნაპოლეონის იქნება, იქ თუ ალექსანდრე მაკედონელის იქნება, თუ თუნდაც ქართული ხო? ანუ საერთოდ სხვადასხვა მიდგომები, საერთოდ სხვადასხვა პოლიტიკური გავლენები არის და ამასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო და ამ ყველაფრის შემდეგ, რაც თქვენ მოგიყევით, შემდეგ დავიწყე ქალაქის ადამიანებზე მუშაობა. ეხლა ერთი დეტალი, რასაც ალბათ პრეზენტაციაზე ვიტყვი და არც არასდროს ამას არ მოყვები, რომ კითხველებს გული არ აუცუ, ამ პირიქით არ გავაპირო. მაგალითად, ქაღალდის ადამიანებში თუ მე ვისაუბრებ შუა საუკუნეებზე, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ეს ეპიზოდი. ანუ 30-40 კვირტი რო დავწერე, ანუ არც კი ვფიქრობდი, რომ აქეთ წავიდოდი. შუა საუკუნეებთან დაკავშირებით მქონდა მხოლოდ ერთადერთი ფურცელი დაწერილი და რამდენიმე ადამიანს რო წავაკითხე მათ შორის საბას, მითხრეს რომ ეს ძალიან კარგი. და მაშინ დავუშვით რომ მეთქი რაღაცა სწორად ვერ მიდივარ. დამიანე ვინც იცით ეს პერსონაჟი და წაგიკითხავ, დამიანე იყო მთავარი ფიგურანტი ამ ტექსტში და დამიანეს უნდა ყოფილიყო თავიდან ბოლომდე აგებული ეს ყველაფერი. მოხდა ისე რომ კლასიკური გაგებით, როგორც ავტორები ხშირად იცედნენ, რომ თავარი პერსონაჟი, დაიწყებთ ტექსტ თავარი პერსონაჟით, გამოვიდა ისე, რომ ტექსტი არ დავიწყებ თავარი პერსონაჟით, თორე თავიდან, ისე გამოდიოდა, რომ თავარი პერსონაჟით იწყებოდა. მაგალითად, დამიანეზე თუ თქვენ ნახავთ, რომ იქ გარკვეული ინფორმაციების მოსაძიებლად ჩადის და არა მხოლოდ, რომ თვითონ ესე მქონდა დაწერილი, რომ იქ იყო კოსმოსური ცენტრი, მივიწყებული კოსმოსური ცენტრი, რომელიც არ ფუნქციონირებდა. მაგრამ შუა საუკუნეების ამბების წერა რომ დავიწყე, ყოველთვის ასე ხდება. ბევრი დასწრებით გადავდა წიგნის წარდგენების ავტორები ხვდებიან ამ ყველაფერზე. ყოველთვის როცა რაღაც ახალი იდეა მოდის, ბრუნდები წინაგვერდებზე და ასწორებ ამ რაღაცებს და თავიდან წერ, ან შლი და თავიდან წერ და დაწერა 50 გვერდს, დაბრუნდები 10 გვერდს წაშლი ხელახლა დაწერ. მე მიხვალ სადღაც შუაში 150 გვერდი უკეთესი იდეა მოგდის, უბრუნდები წინაგვერდები და ხელახლა იშლება და ხელახლა იწერება. ან შეიძლება წინადადების შეცვალა, მაგრამ აი პერსონაჟის ხაზის შეცვლა არის ძალიან რთული და თავს უგეშინია, რომ დასაწყისი მერე საერთოდ ცუდი არ გამოგივიდეს. ეგ დეტალები შეიცვალა, რომ სახელები მაგალითად, ძალიან ბევრი სახელი, რომელიც ჩვენ თქვენ შეხვდება ტექსტში, ეს არის თიბია, ერთ-ერთი მეფის მეუღლე და დედოფალი, უბრალოდ მხოლოდ იმის გამო შეიცვალა, რომ წიგნში ძალიან ბევრი სახელი იწყებოდა ასოთზე. აი ყველაზე პრიმიტიული რაღაცა ასოთზე და მითხრეს რომ გადაჭარბება არის და მოდის სხვა სახელი და გადავწყვიტეთ რომ ყოფილიყო თიბია. კიდე კი ბატონო. ეს დამატო რომ გიორგი თქვა რომ წიგნი არ დავიწყებ თავარი პერსონაჟი, მაგრამ მე მგონია რომ მაინც დამიანე რომელიც მისი წაკითხული აქვს ყველა იცნობს, მაინც თავარი პერსონაჟია საბოლოო ჯამში და მაინც თავის როლს თამაშობს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ სპოილერი არ გამომივიდეს მე წიგნის დასასრულს, რაც ძალიან დამბეჭდავია. ხო, შუა საუკუნეების ამბები მართლა ისე გარვითარდა, რომ მე მგონი რომ ჩემთან მარტო არის საუბრია მართალია, მაგრამ იმდენად საინტერესო დაწერა თავის დროზე, რომ უბრალოდ არ შეიძლებოდა ადამიანის გული აქცევდა პირიქით კარგი იყო რომ გაგრძელება მომინდა, მინდოდა წამიკითხა და დღეს როგორც წაიკითხავთ, როცა წაკითხული გაქვთ, ძალიან შესანიშნავი და ძალიან კარგი რამ მოვიდა. ხო,
პრინციპში ამის გამოდედა ჟერჩევით. Ну, აი საბას ერთ-ერთი ხოგენერთი თითოეულ გვერდს რაღაცა მე და საბა ვფიქრობდი და საბას რაღაც შეეცაც ხანდახან მithვალეწინებდი. ერთ-ერთი გარდა იმისა, რომ შემდეგ ჩვენ დავიწყე შუა საუკუნეების წერა ძალიან რთული იყო. ბოლოს სცენები არ დავკონკრეტები რა არის ეს ბოლოს სცენები, რითაც უნდა დამთავრდეს ეს არის კულმინაცია და მთელი დრამატურგია და მთელი ფინალი. ეს არის ყველაზე მთავარი წიგნში, ან რასაც შენ წერ, ამით აქ უნდა აფექტდეს ყველა ნაღმი, რაც აქამდე ჩადებული გქონდა სხვადასხვა სიუჟეტებში, ხო? ალბათ ერთი თუ მაინც, აი ერთი და იგივე რაღაცა, რო არ მოგატყუოთ, ერთი 10 ჯერ დავწერე და ამ 30 გვერდი წავშალე, რომ აი ის იქამდე უნდა მისულიყავი, რომ გითხოდი, რომ მე მგონი ეს არის და მე მგონი გამოვიდა. ასე რომ კი შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ რთული არის. მაქსიმალურად დარწმუნებულად საკითხები ვთქვით, რომ თავის ფილოსოფია ჩადო ამ ტექსტში და არანაირად არ იგრძნობა ამ ტექსტში. არც დოსტოევსკის, არც კაფკას და სხვადასხვა ავტორების, არც ფილოსოფია და ასე ყველაფერს მთვარეს გადმოსცემს, ყველაფერს მთვარეს, როგორც თვითონ გაიარა, როგორც თვითონ მიაჩნია და აი ამით არის ზუსტად საინტერესო ეს ციგნი, ყველანაირად არის ყველანაირად ჩადებული აქვს გლევის ამ ყველაფერში თავისი სული, თავისი არც, თავისი ფილოსოფია და თუნდაც ეხლა რა თქვა, მე მართლაც აი ხმლის და აბჯრის ამბავის გარდა იმდენაირი ეს გამოგზავნა გიორგი მაგაზე საინტერესო ფაქტები, რომ აი როგორღაც მარტო ხმალი და აბჯარი არ მახსოვს და იქნება სხვანაირადაც, რომ მოკლედ ძალიან საინტერესო არის ახლა. კიდე რაღაც დეტალები გამახსენდა, ხა რო გისმენდი. მაგალითად როგორ გითხრათ, ეგ ფრაზა ყველას ეცოდინებათ, მithumetes ვინც იცით ის გვერდი, მაგ გვერდს მე ერთიურის თქვა. იყო ესეთი მომენტი, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ანა წიგნის დასაწყისში ნუ რაღაც ცხოვრებისეული პრობლემები აქვს და ან ორ ეპოქას შორის მიმდინარეობს ეს მოქმედებები, მაგრამ სიტყვა დეპრესია არანაირად არ მინდოდა რომ მომეწერა. რაღაცნაირად მივხვდი რომ მეთქი ახლა მე რო ეს დავწერო, საერთოდ არ მოუხდება ეს დეპრესია, ნუ იქილში შუა საუკუნეებზე ლაპარაკობ, თანამედროვე ეპოქა გასაგებია, მაგრამ ნუ ეს სიტყვა რაღაცნაირად არ მინდოდა ამ პერსექცია. მაგრამ როგორ უნდა დაწერო ის რომ ადამიანი რო წაიკითხავს ამას მე მგონი დეპრესიაში რო ვიფიქროს, ეგ იყო ძალიან რთული. და მაგდროს როგორ ხდება, იცი, აი ჩემ შემთხვევაში ვიტყვი, ვერ აგწერებ წერას თუ აი ზუსტად იმ წინადადებას არ მივახლო და ვედადად ხარ სხვა რაღაცებზე არ შემიძლია. და ახლოვებით რო მოგატყოთ ამ ორი კვირა, სამსახურში ვიყავი, რავი სასახლეში ვიდექი, სადმე ვსეირნოდი მეგობრებთან და ვიყავი, ვეცებ გონებაში თან ვფიქრობ, ვეცებ ამ წინა სიტყვას, რომ მეთქი რა უნდა იყოს ეს სიტყვა. ადამიანი რო წაიკითხავს, მიხვდეს რომ ცუდად არის გოგო რა. და ბოლოს რაღაცაზე მახსოვს თბილისში და ბათუმში ბრუნდებოდი მატარებლით და როგორც იქნა ეს ფრაზა გაჩნდა. და ამ გაგრძელებას დავუმატე რომ გეშინოდეს დაგმობული ემოციების ისინი შენზე აუცილებლად მოყვებიან სევდიან ამბავს. და მეთქი აი მე მგონი ეს არის და რო წაიკითხავ მაგით მივხვდებიან მეთქი და აი ესეთი ძალიან ბევრი დეტალი იყო, ძალიან ბევრი ავტორია სხვათა შორის თანამედროვე ავტორებსაც მინდა შევეხო, გულისხმობ პროზაიკოსებს, აკა მორჩილაძე იქნება, იოან ფიზუაშვილი, ნინო ხარაკიშვილი, თანთამოდაშვილი, რომლებიც საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და ძალიან გულშემატკივრებმა ადამიანებს. ერთ-ერთი ინტერვიუში თანთამოდაშვილმა თქვა ესეთი რაღაც, რომ მე წინასწარ ვიციო, როგორ დაიწყება, როგორ გაგრძელდება, რა იქნება კულმინაცია და ფინალი. ყველა ერთად წერს. ვიდრე თარგმანი, მაგრამ ყველა ავტორი ესე წერს, ყველას თავისი სტილი აქვს, როგორ დაწერს, თხრობის მანერაც თავისი აქვს, რა თქმა უნდა. და არიან რომ მართლა ადამიანებს ძალიან ბევრი წერალები საქართველოში, თანამედროვე ჩემი თაობის წერლები ვიცი ძალიან ბევრი, რომლებიც მაგალითად წერენ მუდმივად სოციალურ რომანებს. იმ თემას დაუბრუნდები კიდე მოკლედ შევეხები მაგიური რეალიზმის თემატიკას, რომ არ იწერება ძალიან იშვიათი არის, აი ბოლო 1-3 წელი არის, რაც გაჩნდა ქართული ფენტეზი და ერთი ორგანიზებული მაგიური რეალიზმის ჟანრს, ანუ ძალიან თავისუფალი სივრცეებია დატოვებული ქართულ ლიტერატურაში, ზოგადად ლიტერატურის ისტორიაში, ანუ ჟანრები არის, რომელსაც საერთოდ არ იყენებენ, საერთოდ არ იწერება, ტექსტები არ გვაქვს ჩვენ ამ ჟანრებში.
და ვიღაცამ აუცილებლად უნდა დაწეროს ეს ტექსტები და უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ბორხესი ძალიან ცნობილი ავტორი არის საქართველოში და ძალიან ბევრი ითხოვს ამ ტექსტებს. და ეს გაჩნდა ეს იყო ერთ-ერთი მოტივატორი ჩემთვის, რომ ამ ტექსტზე ვიმუშავა. და პრეზენტაციაც ისეთ რიცხვში გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ მეგობრებთან ვფიქრობდი და ზოგადად ძალიან ვცდილობ ხოლმე, რომ ვიღაცებს აზრი დავეკითხო ყოველთვის, რომ როგორ უჯობია, რომ მე თვითონაც შემეშინდა, რომ მეთქი მაგიური რეალიზმია, ხალხი ნაკლებად იცნობს ქართული მაგიური რეალიზმს და რა შთაბეჭდება დარჩება როგორ მიიღებს. და დაახლოებით 2 კვირა, 3 კვირა ხდება, რაც წიგნის გაყიდვები დაიწყო და სხვათა შორის ორშაბათიდან უკვე წიგნის მაღაზიებში ხდება, სამშაბათიდან მაქსიმუმ. და რო წაიკითხეს, თუ რა თქმა უნდა, იმდენი წერილი მომივიდა და ძალიან ბევრი წიგნი გაიყიდა და ძალიან მიხარია, რომ ძალიან დიდი ამბები იყო. უცებ ერთ დღეში იმდენი წიგნი დავარიგე, რომ არ ვიცი. და ძალიან კარგად მიიღეს და აი, როდესაც წერილს გწერენ და როდესაც რაც გეუბნებიან, აი, მანდ არის მნიშვნელოვანი და მანდ მივხვდი, რამდენად სწორად დავწერე ის წინადადება, ან ის პერსონაჟი, ან ის სიუჟეტი. მანდ ხვდები, რამდენად კარგად გამოგივიდა და ემოციების სხვა იმდენად დიდი იყო, მე მახსოვს რა მოყვა პირველ წიგნს და მახსოვს რა ეტაპზე არის მეორე წიგნი და როგორი ემოციით გწერენ. საერთო ჯამში ხო ხელოვნება ემოცია და მით უმეტეს ქართულ ლიტერატურასთან ჩვენ თუ ვსაუბრობთ თანამედროვე მწერლებზე, საერთოდ არ არის დასამალის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში მწერლობით ადამიანი ვერ იცხოვრებს ვერცხლობით. ჩემი აზრით ძალიან რთულია ეგ ამბავი, ჯერ ისე არ ვართ მისულები და გამომდინარე აქედან, აი კუთხეფერად ეს არის თავიდან ბოლომდე ენთუზიაზმზე დამფუძნებული ისაც, რასაც ქართველი შემოქმედები აკეთებენ, ხელოვანები აკეთებენ. და ჩვენ შემთხვევაში ეგ იყო და ყველაზე მთავარია აი რას მეტყვიან, როგორ მოეწონება წიგნი და ასე შემდეგ და ეს არის მე ვფიქრობ ლიტერატურის ყველაზე დიდი ძალა და რადგან ბევრი ესეთი ავტორი ესეთ რთულ პრობლემებს შეეჭიდა და ესეთი ტექსტები შეიქმნას, ესე იგი ეს ტექსტები კიდევ უნდა შეიქმნას. მეგობრებო, თუ რამე კითხვები გექნებათ, მითხარით, მოგისმენთ. თუ გაქვთ კითხვები ვინმეს, ან რა შთაბეჭდილების გაზიარება გინდათ, არ ვიცი. არა. მე დავსვო კითხვა თუ შეიძლება. გისმენთ. ამ ჟანრში თუ აპირებთ კიდევ გაგრძელებას და წიგნის დაწერას, ანუ მაგიური რეალიზმზე მაყურებელს. ან თუ შეიძლება რომ მეორე ნაწილი ვიხილოთ წიგნის, თუ გაქვთ ეს ჩანაფიქრი. ჩანჩალ კითხავს არ. აი, მანდაც ეგ პრობლემა არის, რომ არ ვიცი წინასწარ რას დავწერ და როგორ იქნება. მინიმუმ რამდენიმე ხანი შეიძლება წელიწადი, შეიძლება 2 წელიწადი, მე არ შემიძლია რაღაცი დაწერა. ანუ უხლა დიდი ემოცია და ენერგია მიაქვს. ჩემთვის მაგასაც დღეს ვიჭვი სუბიექტულად, იმიტომ რომ მართლა გასხოდებიან ავტორები ყველაფრით ერთმანეთს, თუნდაც ემოციური თვალსაზრისით. ძალიან გასხოდებიან და ანუ იმდენი ემოცია მიაქვს რეალურად, რომ გამიჭირდება გაგრძელებაზეც ანუ იყო რამდენიმე წელი სხვათა შორის. უკვე ხოლმე გაგრძელებაში 2 კვირა წინ გამოვიდა, მაგრამ ვიღაცებს მოეწმათ. არ ვიცი, არც მიფიქრია მაგაზე, მაგრამ აი რაღაცნაირად ის რომ მე ვიყო ავტორი რაღაცა ტრილოგიის, არ ვიცი, ჯერ არ დავფიქრებულა მაგაზე. ძალიან რთული იქნება. გავაზრე კითხები არ გაქვთ ესე იგი. არა, ტრილოგია მოფიქრებული არ უბრალოდ ვიფიქრე, რომ აი რამე ვიყოს რომ გავახსენე რომ მითქიდა. ხო, მეგობრებო. მე მგონი შევეცადე მაქსიმალურად რომ ხალხის ადამიანებზე სიუჟეტური ისეთი არკები არ გამეზიარები და მაინც თქვენთვის რო წიგნი საინტერესო იყოს. ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა შევეხო, რახან ჩვენ ვისაუბრეთ და აუღნიშნე ის საკითხი, რომ რა ეტაპზე არის დღეს ქართული ლიტერატურა, საიდან დაიწყო საერთოდ ეს ყველაფერი და დღეს როგორ მიდის, დღეს ბევრი ავტორმა როგორ უკვე აიღო, მიიღო ძალიან ბევრი საერთაშორისო აღიარება და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი, რომ რაღაცა ძვრები არის ამ ხელოვნებაში. მე პატარა თვლიმან დეტალს აქვს ცხოვრებაში მნიშვნელობა და მე რომ ვკითხოთ, სულ მაგას ვფიქრობ, რომ სულ წვრილმანებში აბედნიერება, უბრალოდ მაგასაც დაგვირება უნდა, თორემ თავიდან ბოლომდე ჩვენი ცხოვრება არის ძალიან პატარა წვრილმანები და შენ თუ გახი მნიშვნელოვანი და ნიჭირო ეს პატარა ბედნიერებები იყო, გაცილებით უფრო მარტივია ცხოვრება, ვიდრე ჩვენ გონია და ვიდრე ერთგვარ ვხედავთ. ჩემს შემთხვევაში იყო სხვათა შორის აი უკან
ჩემი მეგობრის რჩევით დავამატეთ კიდევაც QR კოდი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? 3 წლის წინ, არა, ვიტყვები, 2 წლის წინ მოხდა ესეთი საინტერესო ფაქტი. 2017 წელს ჰქონდა შექმნილი ლიტერატურული გვერდი და ყოველდღიურად იმ გვერდზე რაღაცებს ვწერდი. და ეს ეხება ყოველდღიურად 2018-2019 და ესე მოვდივარ და არ მეზარებოდა რაღაც ჩემს მოსაზრებები იქნება თუ რომელიმე მწერლის რამე გამონათქვამი ამ სოციალურ ქსელში ამ რაღაცას ვაკვირტებდი მინდოდა რომ სადღაც ეს რაღაც დამეწერა იმიტომ რომ მოგეხსენებათ წიგნი არ არის ავტორი არ არის მხოლოდ წიგნი ანუ ავტორის სულ წერს ანუ ავტორს არ შეუძლია რომ ყოველდღე შეიძლება რაღაცები დავწეროს სულ სადმე რაღაც და ჩავინიშნო ყოველთვის არსებობს რაღაც იდეები და გამომდინარე აქედან ეს პლატფორმა იყო ძალიან სასიამოვნო ჩემთვის და საერთოდ არ ველოდებოდი რომ ვიღაცები წაიკითხავდნენ ვიღაცები შეიძიდნენ მაგრამ ეს ფაქტის სახეზია რომ ძალიან ბევრი უცნობ ახალ სახეს ხედავ ჩემს სანაცნობოში და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი წინა პრეზენტაციასთან შედარებით და 2023 წლის დასაწყისში ეს გვერდი კაცი რომელსაც ლიტერატურას ძლიერდი ვიყავ და მოულოდნელად რაღაცა მოხდა ზუსტად არ ვიცი რა მოხდა და ეს ამ გვერდმა დაიწყო აღმასურა და დაახლოებით 1 წლის თავზე აი აღმასურა დაიწყო დღეს 70,000 გამომწერი ხავს რომელმაც იცის თუნდაც კაბალის ადამიანები და დაიწყო ციკლის ნათელი ფერები რომ გამოვიდა 22-ში ხო აქედან მინდა დავიწყო გულწრფელად გეტყვით სანაცნობო სამეგობრო შეიძინა და მორჩა დამთავრდა ეს ყველაფერი ეს ეიფორია იყო ერთთვიანი არაფერი ნუ მეთქი ნუ არ გამოვიდა რა ეს ყველაფერი მეთქი ეს იყო სულ და ეს გვერდი რომ დაიწყა და ძალიან ბევრი წერილები რომ შემოვიდა რომ აი თქვენი ლიტერატურა და გამოგიგზავნეთ და მე ერთი წერილი იყო იტალიაში რომ ვითხრეს და მეთქი იტალიაში ჩემი წიგნის საზღვარს გაცდება მეთქი ანუ ეს პატარა დეტალშიც ისეთი ბედნიერი ვიყავი და კი ბატონო მეთქი ერთი წერილი ორი წერილი სამი წერილი და უცებ ერთი წელიწად ნახევრის თავზე გამოცემულობას დაურეკე რომ მე მგონი წიგნები მაქვს დასამატებელი მეთქი და სახში წიგნები აღარ დამრჩა თქო დავამატე 300 ეგზემპლარი ზაფხულში ეს წიგნები გაიყიდა მე კიდევ დაურეკე რომ მეთქი წიგნები ისევ არ მაქვს და იცი რა 300 მოდი ცოტა მეტი დაუბეჭდო დაუბეჭდეთ ეს წიგნები წერსაც მომეწია დაბეჭდა და ეხა ქაღალდის ადამიანებისთვის დავიტოვეთ ახლობით 100 ეგზემპლარი, იმიტომ რომ ბიბლუშიც წინაპირას გაიყიდა და ქაღალდის ადამიანები ვინც წაიკითხა და ციყვანათა ფერებში არ ქონდა წაკითხული ეს დარჩენილი რაოდენობაც გაიყიდა და დღეს მაგას გამო გამოცემებაში მივედი რომ მეთქი მოკლედ მე მგონი კიდე დასამატებელია მეთქი პირველი წიგნი თქო და აი ძალიან დიდი мотиваცია მომცა ამ გვერდმა ძალიან დიდი мотиваცია მომცა იმ ადამიანებმა რომლებიც დღეს აქ არიან და ამ გვერდის დამსახურებით გავიცანდა და უმეგობრდით იმიტომ რომ მათი თითოეული წერილი იყო უდიდესი мотиваცია ჩემთვის რომ მოვიდნენ დღევანდელ ღონისძიებაზე წაიკითხეს ეს წიგნები მოეწონათ აზრი გამიზიარეს თუ რამე არ მოეწონათ ისაც გამიზიარეს და ყველაზე მთავარია ავტორისთვის კრიტიკა ნებისმიერი ხელოვანის უნდა იყოს მისაღები მთავარია ჩვენ გქონდეს ამის მიმღებლობა და რაღაცა ცოტა ნაკლებად ხდება ეს მიმღებლობა არ გვაქვს და სულ თავს ვიბრძვი რომ ნებისმიერი შენიშვნა უნდა მიიღო და ეს შენ გაგასხდეს სხვანაირად თუ მიმღებლობა არ გაქვს გაჭირდება ცხოვრება და მაგიტომ მადლობა ამ გვერდს, მადლობა ამ ადამიანებს, ვინც აცოცხლებს ამ გვერდს და მადლობა იმისთვის, რომ ამ ხელა мотиваცია მომეცით დღეს ჩემთან ერთად ხართ, წიგნი წაიკითხეთ. თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი დღე, რომ ავტორი ამ შემთხვევაში, რომ დღეს მაგ გულწრფელად ვფიქრობდი, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა რაღაც საქმეები გადადეს იმის გამო, რომ დღეს აქ მოსულიყვნენ ძალიან გამიხარდა. და ეს დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის და იმედია რა ვიცი თქვენს მოლოდინებს გავამართებთ და წიგნს წაიკითხავთ ყველაზე დიდი იმედი ამის მაქვს თქვენ წერილები არ დაიშუროთ ძალიან მაინტერესებს ყოველთვის აზრი და დიდ მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის აქ მოსვლისთვის წიგნის წაკითხვისთვის და რა ვიცი რომ ვფიქრობ სასიამოვნო საღამოს შემოგთავაზეთ მაქსიმალურად შევეცადე რომ ყოფილიყავი საინტერესო დიდი მადლობა